ზადوار და მაგარი ამინდია. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Whites. აქ დავბრუნდი ჩემი ქოხისგან. რამდენიმე მეტრის მოშორებით, ვის ტყის იქითაა, ეს უფრო ბოლოში არის. როგორც ამ ქოხთან დაკავშირებით ბოლო ვიდეოში ვთქვი, იმის დაშლას ვაპირებ, რომ ცოტა მოშორებით ავაშენო სხვანაირი. დღეს ამ ვიდეოში უბრალოდ დავშლი. დაახლოებით მე იდეასაც შევიმუშავებ ისა ესა და სხვა დროს შევუდგები. რას მოვიფიქრებ, ამის ქვეშ გავაკეთებ როგორც მაშინ წინა ვიდეოში გითხარით, ესე 100 ფორმის ქოხს, თუ საერთოდ აქ არა და აი რომელიმე მხარეს გვერდით რა. ეგ ჯერჯერობით ბოლომდე მოფიქრებული არ მაქვს, მე რო რამე დავხაზავ კიდეც. დაისო. მაგრამ დაახლოებით ამ ადგილს ფიქრობ. ან აქ ჩემს გვერდზე სწორად არის ნაძვები და შეიძლება მაგაზე მოვიფიქრო რამე. მეგობრებო, როგორც თავიდანვე დრონის კაცში ნახეთ, კიდევ ერთი მიწისქვეშა ქოხი აღმოვაჩინე ამ ტერიტორიაზე. ჩემგან დაახლოებით 25 მეტრშია რა, შეიძლება ეგეც არა. ეგ უფრო ახალი გაკეთებული ჩანს. ჯერ დასრულებული არ არის. ხო და იმედია, არ ვიცი ვინ გააკეთა, მაგრამ იმედია აქ დავაწყობ ახლა მასალას. რავი თუ მიყურებ მეგობარო, აქ უნდა დავაწყო იმ ჩემი ძველი ქოხის მასალა აქეთ რა. და რა იმედია არ აიღებთ. ის მაგარი ჩანს, კაი ღრმა არის. მიწისქვეშა ქოხს თავის მუღამი აქვს რა. ვთქვათ, მარტო ერთი კაცი დიდი ხანი უნდა იდგეს აქ და რამდენიმე დღე იდგეს და თხაროს. ძალიან რთულია ჯერ ერთი. და მარტო ხო მით უმეტეს. 1-3 კაცი რო იყოს, მე უკვე მაგარი იქნება. მაგაზე ბევრად იცას გათხრი. ზემოდან გადახურავ. მაგრამ ეს სწორი გადახურვით არ მოწოს, მე მოწოს მიწისქვეშა ქოხის ზემოდან აესე. იმედი მაქვს, ოდესმე ეგეცაც გავაკეთებ. ნახოთ. წავედი ახლა ჩემს მორებს მოვვათრევ. ისთვისაც დამჭირდება. სენჯერ არ მინდა. ასტაისონის საწვიმარი. ჩემი საწვიმარიც არა. პარაკორდის თოკი მაქვს, ეს მორების მოსათრევად. რადგან მე და მამამ გავაკეთეთ მენანება, მაგრამ რა ვქნა ახლა. უკეთესი ჯობია იქით. დაისო გამოიწე რამე არ დაგეცეს. ატარებს ერთად დავყრი. სისხმარი და სავარაუდოდ წვიმაც მალე წამოვა. ქოხს.
ძალიან ბევრი რეისის გაკეთება მომიწევს დღეს, რომ ესენი აქედან გავიტანო. რამდენიმე დიდი რო წავიღო ერთად, აბა. სამი სამით გათრევა, არასდროს მიცდია, მაგრამ გაქაჩავს წესით და რიგით. დაიწყო წვიმა. მე მელოდებოდა როგორც ჩანს. ამას ქუდი არ გინდა. აჰა. შეგიძლია ინავარდო. გონია რომ მაგარი წვიმა წამოვა. მაგარი გაზაფხულის წვიმა. ისეთ საოცარი ხმებია, უბრალოდ დავჯექი და ვტკბები ქუხილის. ბავშვობიდან გიждდები ქუხილის ხმებზე, აი ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ამის მოსმენა. საერთოდ ძალიან მიყვარს ყოველივე რაც უფალმა შექმნა. ეს ბუნებასთან დაკავშირებული რა. და აი ქუხილი განსაკუთრებით მიყვარს, რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნო არის. სულ რო ინგრეოდეს ცა, გიждდები ისე მსიამოვნებს. მე ჩემი ტენტი ამოვიღე, ჩანთიდან პატარა ტენტი წამოვიღე, უბრალოდ რომ გავშალო, რომ თუ იწვიმებს შევეფარო რა. პონჩო დამრჩა. რაო ტაისონ. თქვენ წარმოიდგინეთ და ტაისონსაც მაგრად უყვარს ქუხილი. სახლში როცა ვართ ხოლმე და გარედან ქუხილის ხმას რო გაიგებს, ეგრევე ან აივანზე გავარდება, ან ღია ფანჯარასთან მივა და ესე ორ ფეხზე დადგება და გარეთ იყურება. საერთოდ ისიც დადგენილია, რომ ყოველი არსება ღმერთის შექმნის ყველაფერს ხვდება და ადიდებს. რა საერთოდ ეგ ბიბლიაშიც ანახსენები, რომ ყოველი არსება აქებდით უფალსაო, მაგრამ ისეც რა იმის შეგრძნებაც და იმის უნარიც აქვთ, რომ რაღაცით დატკბდნენ, რაღაცით ისიამოვნონ, აი ბუნებით, ხედებით და უამრავი რამ კიდევ. და ისან რა არის?
თამაშის ხასიათზე ხარ, ხო შენ? მე კიდე მორების თრევის. გული მიგრძნობს, რომ დღეს აქ წამოვა ძალიან მაგარი წვიმა. მივაწვდე. როგორც კი მაგარი წიმა წამოვიდა. მომენტებში გადავალ ხოლმე მორებს მოვზიდავ და თან მერე ცეცხლს ავანთებ სადმე აქვერო საჭმელი მოვიმზადო. წავედი ახლა მორებზე. აუ ეს არა. ამას დავკეცავ და საწვიმარ ქუდზე გადავალ. კიდე კაი წამოვიდე. მზად ვარ და მაგარი ამინდია. ხოდი ქუდი გაისწორი გაისა. აი წავედი მორებზე. ვიქტორინოქსი სადმე ბალახში არ დავკარგო. ვერ წარმოიდგეთ როგორ მსიამოვნებს, სულ რო დავყე, აი ვიჯდები ისე მიყვარს. მაგარი თავსხმა წვიმა მოდის რა. ეს ახლა რაც მაწვია, ლაით წვიმას უძლებს. არ მეგონა რომ ასეთი მაგარი წვიმა წამოვიდოდა. საერთოდ მე პონჩო ყარავი მომქონდა. მაგრად რო იწვიმო ჩავისვე მეთქი და თუ არ იწვიმეს უბრალოდ გავშურთხო, მაგრამ ხარეხში მქონდა ჩამოკიდებული გასაშლობად რა და ისე გამოვედი, ისე დავქოქე რომ საერთოდ დამავიწყდა. ტენტი ესე აუწია, იმიტომ რომ ეს მთლიანი არ მაქვს აწყობილი რა, ეს არის ნახევარი, ძირი. ხო და ძალიან არაკომფორტულად ვიყავი. აუწიე, თავარია ეს ქვემოთ არ დავსველდები რა. ცეცხლს აი აქ დავინთებ. ნაკლებად მოხდება წვიმის წვეთები, იმიტომ რომ ზემოთ ამხელა ფიჭვია და ეგ არის. ხელით წავიღებ. გოგი ამხელა. ძალიან დამძიმებული და სავარაუდო წვიმისგან. აი წინა დღეებში, ეხლა არა. მაგრად ვშია, მაგრამ არ მინდა რომ ჭამო, მე მოვდუნდები და
შეიძლება ასე დარჩეს და ამებს რო გავიტან, მე დავიწყებ საჭმლის მომზადებას. დღეს მაინც ეგ გქონდა გეგმაში, რომ გავზიდო. ეგრევე აშენება არ მინდა დავიწყო, მინდა კარგად დავფიქრდე, ადგილი შევარჩიო, მე ნახაზი გავაკეთო და სავარაუდოდ ერთ პიროვნებასთან ერთად დავიწყებ ამის გაკეთებას. არ დავასახელებ მას, მაგრამ მე როდესაც დავიწყებ, გაიგებთ. სავარაუდოდ ივნისში რა, ნამთვის ბოლოს, არ ვიცი, ნახოთ. ვიცი არასდროს არ გეუბნებით ხოლმე, რომ არხი გამოიწერეს თქო. აი არასდროს არ ვიძახი, რომ არ დაგავიწყდით არხის გამოწერა თქო. BBR Wild-ზე თავი, BBR Strange-ზე და ბადრი BBR-ზე თამაშების არხზე გეუბნებით ხოლმე. ხო და ყველა მეუბნება ხოლმე თქვიო, რა აუცილებელი არისო. ბევრმა არც იცის გამოწერა რა არისო. ზოგს ავიწყდებაო და რავი მეგობრებო, თუ არ მიწყენთ, გამოიწერეთ არხი. ცოტა დაგვრჩა და ავალ 300,000 გამომწერზე, რაც თავის დროზე, როდესაც YouTube-ი დავიწყე, ვერც კი დამესიზმრებოდა. საერთოდ 270,000-იც ძალიან ბევრია ჩემთვის. ციფრებში არის უამრავი, 270,000 გამომწერი. 270,000 ადამიანი, ძალიან ბევრი არის. ხო და რავი მეგობრებო, 300,000-თან ახლოს ვარ, რაც უფრო წარმატებული იქნება ჩემი არხი, მით მეტ რამე შევძლებ მე. არხისთვის არაფერი არ მეზარება, ამ ყველაფერს ვაკეთებ სიყვარულით და სიამოვნებით, თან ძალიან დიდი სიყვარულით და ყველა ჩემი გამომწერი მიყვარს ძალიან, მაგრამ თქვენ ხართ ჩემთვის დიდი ოჯახი რა. მთელი გულით და სულით გეუბნებით ამას. აი შეუდგები საქმეს გავზიდავ ამას, რამდენი დამრჩა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 15 მორია ზემოდან გვერდებზე რაც არის მაგებს მეც გავიტან, პატარები არის ძალიან. მერე უკვე ასშენებას სანამ დავიწყებ, ნახეთ რამდენი წაქცეული ხი არის რა. თან ნედლები ძალიან შემეცოდნენ. აქეთაც ბევრი არის. ძალიან ბევრი არის. ასე არ იყო. წინა წელს, არც იმის წინა წელს. რო დავიწყებ ამებსაც შევასუფთავებ და წავიღებ მასალად გამოდგება. ნახე, რამხელა მორები არის. ბრად მაგრად მეწოდება ხოლმე ესე. ნედლი ხერო იქცევა, განსაკუთრებით წიწვოვანი მცენარეები მიყვარს და ძალიან მეწოდებიან მე. სულ მოვიტანე რაც იყო რა. დავტოვე მხოლოდ გვერდები, აი დაბლები და დაინახე აისა. ხო, მე ვერაფერს. აჰა. დაბლები და პატარები და იქით ცალკე რო დავყარე თავიდანე. იმებს მე მოვიტან, საერთოდ არ არის საჩქარო. ამებზე მინდოდა უფრო ამებს ვოტანა ესე რომ დამეწყო სწორად რომ წვიმა რო წამოვიდეს არ დაალყოს. ვიდრე ეს ძის რო იდოს. მე დაბლიდან ნესტი გაუჩნდება და დავყება. აქეთ ამხრივიდან ცალკე მაქვს აყუდებული. ბევრია რა. სადღაც 30 მური მაინც არის. ვარჯიშისაც არ გძნობ ხოლმე. უბრალოდ ვარჯიშის შემდეგ. კლავებში ეგეთ შეგრძნებას როგორც ახლა ვიგრძნი.
ბევრია რა, მაგრამ როდესაც ახლის აშენებას დავაპირებ და უკვე ნახაზიც გაკეთებული მექნება და იდეაში იჯდება როგორი უნდა იყოს, დამატება მომიწევს, რასაც წაქცეულს ვნახავ, სულ ყველაფერს დავამატებ. წვიმა უჯობდა დაცხა თითქოს ან მემცხერა. ეს გაშრეს დავკეცავ მერე რომ არ აყროლდეს კვამლის უნით. ყველა მოლაშქრეს გექნებათ ეგ გამოცდილი. წვიმა შელაშქრობის შემდეგ კარავი როგორ ყროლდება, რა საშინელს უმს იღებს. მილიპედი. მრავალფეხა. ოდეს საშიში არ არის. სენტიფით არის საშიში ან კბენის თემაში. ეს არც იკვინება. კარგია რომ დავინახე და ცეცხლში არ მოყვა. და ზოგადად წიწვოვან ტყეებში ძალიან ყურადღებით იყავით ხოლმე კოცონთან. რამდენიმე სანტიმეტრზე მაინც გამხმარი და ესე დამძდარი წიწვები დევს და შეიძლება ასე ცეცხლი დაანთო გეგონოს რომ არ საწავა ეგ ცეცხლი. მე შეიძლება წყალიც დაასხა ზემოდან და აი ეს ცეცხლი ქვემოთ გავრცელდეს მიწაში და აი შეიძლება ასე ვერ დაინახო და სადღაც იქით ამოყოს თავი რა. ძალიან საშიშია ყურადღებით იყავით ხოლმე ბევრი წყალი დაასხით და გარშემო მოჩიჩქნით. დღეს აქ გვიანობამდე ვიქნები საღამომდე და პატარა ცეცხლი მინდა აქ დავანთო უბრალოდ ტაფის დასადებად. აი ეს ადი გირში ჩამოვარდა და დაიჭირე ხემ გესროლა. აქ უფრო მშრალი შეშა იქნება ვიდრე ძირს ნაყრელი. და ბევრი კვარი. ოუ რა კაია. იმაში უფრო გაასწორებდა ცეცხლი. მაგრამ რას ვიზამთ? როგორც არის ისია საჭირო. მაგრამ დაცხა და ამ ყველაფერს დაემატა კოცონით. ჯოხი გინდა გადაგიგდო ჯიგარო? მიდი. კოცონი ცოტა დაჯდეს და მე დავდებ ტაფას. დღეს უნდა მოვამზადო კალმახი, როგორც წინა კაცში ნახეთ. ბუნებაში ყოფნას არაფერი მირჩევნია რა, რა თქმა უნდა, ბუნებაში ყოფნა მიყვარს ძალიან და ეკლესიაში ყოფნა. და ეს ორი რო ერთმანეთთან ერთიანდება და ეკლესია რომ არის სადმე ლამაზ ადგილზე ბუნებაში საერთოდ გვიждდები ისე მიყვარს. აი ეგ არის სრული სიმშვიდე რა. და რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს ჩემ ოჯახის წევრებთან ყოფნა. ეს სამი მიყვარს ყველაზე მეტად. ამ ადგილთან დაკავშირებით კარგი გეგმა მაქვს, მინდა რომ კარგი თავში საფარი ავაშენო. ისეთი არა ხა სახლივით და რამე, იმიტომ რომ აქ არ არის მაგდენი მასალა, რასაც ვიყურები, კი ბევრი წაქცეული ხია, მაგრამ მაგდენი არ არის.
რამე მარტივი სტილის კარგი თავშესაფარი, როგორც ჯერ ნახაზი მაქვს გასაკეთებელი. ფიქრობ 100 ტიპის იყოს, უბრალოდ ასეთი იყოს წერა, თუ საერთოდ კვადრატი, აი ესეთი გადახურვით, ცოტა დაცეროებული, რომ წვიმა წავიდეს. მე მინდა რომ ბრეზენტით გადავხურო. 100 ტიპის გავაკეთებ, 100-ს გავაკეთებ თუ კვადრატს არ აქვს მნიშვნელობა, მინდა რომ კარგი ბრეზენტით გადავხურო. რომ მართლა კარგი იყოს, თუნდაც წვიმაში რომ მოვიდე და ჩვეულებრივად გავჩერდე. თავარი არავინ გამიფუჭოს და ნაგავი არ დამხვდეს მაშინდელივით. იმედია ჩემი ის ვიდეო ადრესატამდე მივიდა. და კიდევ კომენტარებში წერდით იმ მიწისქვეშა ქოხები რო აღმოვაჩინე ორი რომ მიტოვებულიაო და მიტოვებული არ ამგონია იყოს, იმიტომ რომ ერთ ზემო და წიწვები ეყარა. წიწვი მწვანე მდგომარეობაში მაქსიმუმ არ ვიცი 1 თვე, 2 თვე, მეტი არა. არ არის ძველი. შეიძლება ძველი გათხრილია, მაგრამ ძველი არ არის და არც მიტოვებული არ არის. თან წყლის ბოთლებიც იდო. ამიტომ ის ხვისია. იმას არ მივეკარები. შეიძლება ოდესმე თვითონ იქ ლაშქრობა გადავიღო, უბრალოდ რომ დავრჩე მიწისქვეშა თავშესაფარში და სხვა არაფერი, თორე იქ მე არაფერს არ გავაკეთებ, არც არაფერს დავამატებ, არც არაფერს მოვაკლებ და შეგნით ცეცხლსაც არ დავამატებ. გარშემო ნახეთ როგორი მცენარეებია სულ. სავარაუდოდ ველური მარწყვია, იმიტომ რომ ზუსტად მარწყვის ფოთლები აქვს, მარწყვივით არის მოდებული და ზოგიერთ ყვავილიც აქვს. აქ თუ ველური მარწყვი ამოვიდა თან ამდენი, რავი რაღა მიჭირს. გაშრეს ეს კარგად. ჯერ არა ვიღებ, მაინც ჩრდილი მინდა და იყოს ბარემ. ჩრდილიც მექნება. კვამლი პირდაპირ თევზისკენ მიდის და შებოლილის არომატსაც მიიღებს შეწვის დროს. იმიტომ რომ ზუსტად კვამლი მიდის თევზისკენ. აქ რა მორებიც არის, საკმაოდ ბევრი არის. 30-მდე არა, ესენი მოკლეები, ესენი გრძელები. საინტერესო რაღაცის გაკეთება შეიძლება წესით. ეს მთლიანი წაქცეული ხეც და კიდევ უამრავი. ამიტომ მეგობრებო, ქვემოთაც კომენტარებში აქტიურეთ. ისე თქვენი იდეების გამოუშვით, დაახლოებით, რას ფიქრობთ, როგორი სტილის თავშესაფარი იქნება კარგი რა. რო რამე და საინტერესო იდეა დაიწეროს, გავითვალისწინებ. ესეც ჩემი კალმახი. საერთოდ ტაფაში რამდენად ჩაეტევა. გვერდულ ესე უნდა ჩავდო რა, ორად უნდა გავჭრა. კარგი, მაშინ შუაზე გავჭრი. და ეგრე ჩავდებ ტაფაში. ეს PC ვერ მოვიშორე და მე არ დაწეროთ ჭურჭყიან ხელებით აკეთებ საჭმელს. PC-ია რა. აი ეს მაგას წესით არ შეჭამ, შენ თვითონ თევზი გიყვარს. კარგი. აი ესე გავჭრი რა. აუ ისე საერთოდ თავი მაინც მომეჭა, თავს არ ვჭამ ხოლმე არასდროს. მაგრამ იყოს. უკვე კაი დროსია, მაგრად მშია. კარგად რო ხარ დაღლილი და მე გემრიელად მიირთვე, ეგ არის ძალიან სასიამოვნო. კარგი. რა მოუხდება თევზს? მარის სვანურ მალის გავუკეთებ.
ეს იყოს და მე უკვე მომზადებისას მოვაყრე ორეგანოს ან კონდარს, უფრო კონდარს ვფიქრობ. ზეითუნის ზეთი ძალიან მალე უკვე მზად იქნება. რა მაგრად მიყვარს ჩერი პომიდორი. ამას გავხოხავ. ისე მოიღუპლო, გონი ისევაც დაპირებ წინას. ჯერახმები არის და მე რა სურნელი ტრიალებს. ესეც ასე, ჩვენი დღევანდელი საჭმელი. და ისო მე საერთოდ თავს არაზრუს არ ვჭამ და ამიტომ შენ მოგცე. რა კაია. საოცარი გამოვიდა. მოვა დრო და საკუთარ დაჭერილ თევზებს შევჭამ ხოლმე და მაგის ვიდეოებს გადავიღებ. ხშირად მიწერთ ხოლმე კომენტარებში თევზაობის გადაღებასთან დაკავშირებით და უკეთესად რომ დავამოღამებ. აუცილებლად დავიწყებ თევზაობის ვიდეოებსაც და მე იქვე მომზადებასაც. მაგის პირობას გაძლევთ. გონი კიდევ ვაპირებ წვიმა, იმიტომ რომ ძალიან მოიღრუბლა. რა კაი თევზი, აი დნება რასაც ქვია.
ნახე შენ თუ საკარგი ნაჭანი მაქვს ტაისონ. მოკლედ მეგობრებო, ამ ადგილს დროებით ვიმშვიდობები. ესენი ასე დავაწყეთ, წვიმის შემთხვევაში იმდენად არ დასველდება და არ დალპება. მალე გამოშრება ესე დაყენებულ მდგომარეობაში ჰაერზე რა. არ ვიცი როდის დაუბრუნდები, ალბათ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, ზუსტად არ ვიცი. მინდა რომ სხვა რაღაცებიც ვაკეთო, მაგრამ რო დავბრუნდები, უკვე მოფიქრებული მექნება რა გავაკეთო, როგორი, რა ადგილას და ამებს გამოვიყენებ და დავამატებ სხვებსაც. ახლა წავალ სახლში, სანამ ისე მაგრად დაუშვიო წვიმას, იმიტომ რომ ძალიან ჩაიბურაცა რა. გაშავდა და მაგას დაუშვებს 100%-იანი ვიცი. ამიტომ მანქანამდე მშრალმა რომ მიუსწრო ყველაფერი ჩავილაგე შიგნი. შენს და ისონ სხვათა შორის შენი საწვიმარით ჩავდე. მადლობა მეგობრებო რომ მიყურებდით, თქვენ უყურებდით BBR-ს. არ დაგაუწყდეთ თქვენი აზრის და კომენტარება, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.